მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. სალამი, ჯიგრებო. მოკლედ მადლობა გინდა რომ გადაგიხადოთ ძალიან კარგი გამოხმაურება ქონდა ვიდეოებს, ძალიან კარგი ყურება დააგროვა. ნამდვილად. YouTube-ზეც და Facebook-ზეც, ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად თქვენ კიდე იაქტიურეთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზეც, YouTube-ზეც და დაელოდეთ კარგ რაღაცეებზე ვილაპარაკებთ, მოგეწონებათ. აბა რა თემები გვაქვს ჩვენ? პირადად შენ გამოამზადე დღეს ჩვენ რაზე ფიქრობ? მე მინდა რომ ვისაუბროთ დღევანდელ შოუ ბიზნესზე და მათ წარმომადგენლებზე. ძალიან საინტერესო თემა. მათ შორის თეატრებზეც ძალიან საინტერესო თემა. მსახიობებზეც და მომღერლებზეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თემა. მე კიდე მინდა გითხრა რომ მე მინდა ვისაუბრო დღეს რა, აი ამ რაღაც სასწაული მიგრაცია როა ჩვენ ქვეყანაში. ვინ მიდის, ვინ მოდის, რატომ მიდის, რისთვის მოდის, ფულს რატო დებს, როგორიათ რო კეთილი და წესიერად შაურმა რო ვერ გამოგვიძახია, ვიცი და ქართველი რო აღარ დარჩა ყური. აღარ დარჩა სამწუხაროდ, ხო? ამ თემებზე და 1-2 გაზეთშიც მინდა რაღაც თუნდაც პრესა არსებობს, ჯერ კიდევ პრესა. დაგიკვირდებათ. არსებობს. და ამ პრესაშიც რაღაც 1-2 მოსს გავეცნოთ რა. როგორც ცოტა არ იყოს და ადებილებენ ხალხს, აიმაზე მინდა ვისაუბრო რა. ხო, საინტერესო თემები გქონია დღეს. კი. მოდი დავიწყოთ აბა. დავიწყოთ შოუ ბიზნესით, მოდი. ხო, პირველ რიგში რაც გვინდა რომ აღნიშნოთ, აი ესეთი კარგი ნამდვილად, გაუმარჯოს შენელაშა. მოკლედ პირველი ვინც სურვილი გამოთქვა ჩვენი გვერდში დგომისთვის და მზადყოფნა, პირველი რეკლამა. ფაქტიურად აღმოჩნდა სარეკლამო კომპანია ოლიმპო, რომელიც, აი, საოცრებებს შვებიან თუ და გაინტერესებთ, ლინკსაც დავაგდებთ მერე და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მათი გვერდიც ნახოთ რა საკეთებენ. რაღაცებს აკეთებენ. ძალიან კარგი სანდომიანი ადამიანები არიან და რაც თავარია ფასები აქვთ ძალიან დემოკრატიული. აბა წავიდეთ შოუ ბიზნესში. წავიდეთ შოუ ბიზნესში. მინდა დავიწყო აი პოლიტიკურად. შენ აი ამ ეხლა გინდა აი კონკრეტულად ეხლა ვინც არიან თუ მოყოლებული აი მარტო მოყოლებულიც და ჩვენ ძალიან ჯერ მოდი რაღაცა შეგეკითხები. გვაქვს ჩვენ შოუ ბიზნესი? საკითხავია ეს. კი. საქართველოს ჩვენ თუ გვაქვს საერთოდ. თუ გავითვალისწინებთ დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე. ხო, დამოუკიდებლობის დღიდან ვისაუბრებ. მაშინ რა შედარებაა, რაც იყო იმასთან. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აზროვნების დონეს, მაშინ ძალიან უკან მივდივართ. გასაგები. ეხლა მე მინდა ვისაუბრო აი ამ დავიწყებ ამ თემით და მე განვავრცოთ რა. აი თეატრების დამოკიდებულება, მსახიობების, მომღერლების დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ვინს რა პოზიცია უჭირავს და ვინ როგორ აღიქვავს მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლა არავისკენ არა ვარ ჩემი ქვეყნისკენ, მაგრამ და ძალიან განვიცდი რომ ვიღაცები თავის დაუნებურად აღმოჩნდა ზოგი ისეთ სიტუაციაში, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. ვიღაცები ძალიან გულახდილად ენდნენ ერთ მხარეს, ვიღაცები მეორე მხარეს ენდნენ ძალიან გულახდილად და აი ესე პოლიტიკოსების ნდობა არ შეიძლება. ჩემი პირადი პოზიცია ეს არის რა. მაგრამ აი მინდა რომ გულწრფელად აი გამოხატო რა ის დამოკიდებულება რომ საციხეთ ყველა მართლა მენანება რა. მართლა მენანება ყველა, იმიტომ რომ ციხე არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანი ან ჭკუას სწავლობს, ან გამოსწორება შეიძლება, ან რაღაცა პირიქით და მით უმეტეს როცა ეს ხელოვან ადამიანებს ეხება. მაგრამ ლაშა აი მოდი რა ეს უბრალოდ ჩაგიკითხები ხა ძალიან ესეთი თემაა რა. მთელ სოფლიოში ვიცით ხო, რომ შოუ ბიზნესი რა არის ხო? შოუ ბიზნესი მოდი პირდაპირ თქვა წერს დიდ ფულს მთელ სოფლიოში
და მათი კრეატიულობიდან და იქიდან გამომდინარე პირიქით გადასახადებს იხდიან სახელმწიფოში, ხო? აი ჩვენ შევხედოთ რა შოუ ბიზნესი საქართველოში ბოლო 30 წელი, ცოტა მეტი, ხო? რა იყო, ხო, ჩვენთან არ იყო, იმიტომ კი შეგეკითხე შოუ ბიზნესზე რა. ერთი პერიოდი იყო ასლან აბაშიძე აფინანსებდა შოუ ბიზნესის წევრებს, ერთი პერიოდი იყო პატარკაციშვილი აფინანსებდა, ერთი პერიოდი და მერე ეს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და რეალურად ნახე აი შოუ ბიზნესი რომელიც აი რა არის ხო ახლა ამერიკა თვითმყოფადი არ არის. არ არის, აი კაცი გეუბნება რომ აი თეატრი მაგ და არ ყოფნის აი საშუალება რომ ის სახელმწიფო უნდა დამეხმაროს. მე არ ვამბობ დღევანდელ დღეზე მარტო. მე ვამბობ წინა ხელისუფლებების დროსაც. ესე იგი, შენ თუ პროდუქტს ვერ ქმნი, გინდა ეწყინოს, ვისაც გინდა და გინდა არ ეწყინოს ლაშა რა. შენ თუ პროდუქტს ვერ ქმნი საიმისოთ რომ მე მოვიდე, შენ უნდა დამაინტერესო, ხო რომ მე მოვიდე, ხო? თვითმყოფადი უნდა იყოს. Snoop Dogg-ის სიტყვაზე ავიღოთ, ხო რომ გამოდის, არ ჭირს იმას რა თქმა უნდა თეთრი სახლის დახმარება და ამერიკის ბიუჯეტიდან ფულის ჩას, იქით ჩაურიცხავს. სამწუხარო ხო არის, მე პირდაპირ ვამბობ, ვინც აი გინდა რანაირადაც გინდა ესე გაიგო. სამწუხაროდ საქართველოში შოუ ბიზნესი ბოლო 30 წელია არის მათხოვრულ იმაში რა აი გაწვდილია ხელი არ არის მიშა მომცეს თუ გრიშა მომცეს სულ რამოდენიმე მომღერალია თუ ჩამოთვლით რომელიც თვითმყოფადია და არ ჭირდება ასე ვთქვათ მთავრობის რაღაცა გადმოგდებული და მთავრობას არ გულისხმობ მარტო ისინი ზუსტად ის ხალხი რომელიც ევროპაში წავიდა და რომელიც სადღაც ან ისრაელში ან რაღაცა რა ეხა უყურე იქ TBC თუ აფინანსებს ხაზარაძის არის ეს ხო საზიზღრებს იმისია ეს ხო საზიზღრებს ეს თუ აფინანსებს ამისია აქ ხელოვნებასთან რა გაკავშირება არაფერს მაშინ მოდი თქვათ რომ ესენ პოლიტიკოსები არიან აბსოლუტურად ეხლა უყურე მე რა მინდა ვთქვა ესენი არიან პოლიტიკური შუტები. გასაგებია, რომ ადამიანი დაჭერილია და გინდა რომ გვერდში დაურგე. უყურე შეცდომა სადუშვებს თეატრი, ამ შემთხვევაში თეატრზე მაქვს ლაპარაკი, რადგან მე თეატრის მსახიობი და თეატრის რეჟისორი ვიყავი და ვარ პროფესიით. შესაბამისად ვილაპარაკებ თეატრიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ის სისტემა, რაც მე მესმის. ადრე რა იყო თეატრი, ხო? თეატრი იყო ერის სიტყვა სცენაზე. ანუ იმათ თეატრმა იცოდა რა განწყობა იყო ქვეყანაში. ამა თუ იმ საკითხთან და მიმართებაში, დამოკიდებულებაში და იმის მიხედვით თავის საქმეს ამბობდა სცენიდან და თუ ვინმე იყო ისეთი ვინც არ იყო იმ უმრავლესობის აზრზე, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის ბედი, ისიც გადმოყავდათ თავიანთ აზრზე წარმოდგენის მეშვეობით. და ეს იყო თეატრის სიტყვა, რო იძახიან ახლა თეატრის სიტყვა ეგ არის. თავისუფლება კი, თავისუფლებაა, მაგრამ უყურე შენ დღეს თეატრი ხარ აბსოლუტურად მოწყვეტილი ადამიანებისგან, იმიტომ რომ ფასით ამით შენთან ვინც უნდა მოვიდეს და რეალურად შენ ვისაც უნდა მორალზე ელაპარაკო, ის შენთან ვერ მოდის და შენ მათთან არ მიდიხარ. ეს ეხლა რო გაგიჭირდა შენ, რო დაიჭირეს ის ბიჭი არ ვიცი ეხლა რა გვარია, ბევრი არიან დაჭერილი მოკლედ ხო და ხო და არ გამოვყოფ რომელიმე მათგანს, იმიტომ რომ საციხოთ კიდევ ამბობ, ყველა მენანება. ისევე როგორც მენანება დასახიჩრებისთვის პოლიციელი. ისევე როგორც და ბევრი რაღაცეები კიდე მაგრამ ყურე რა შეასაქმე დოიაშვილი ხარ შენ, რობიკო ხარ სტურუა თუ ვინც ხარ, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, მიხვდი? შენ ვერ გრძნობ ერის გულის ფეთქვას. სად უცებ შენ ლაპარაკობ თბილისიდან. გამიგე? შენ თბილისიდან არ უნდა ლაპარაკობდე. თბილისი არ არის საქართველო. არა, რა თქმა უნდა. თბილისი არის დედაქალაქი, გასაგებია. არა ყველა კუთხე არის საპატივცემლო, ყველა კუთხე არის ხო, ამას ვიძახი. ერთი ორგანიზმი. ეხლა რო გაგიჭირდა და რო წახვედი კარდაკართუ სოფელ და რაღაცა წარმოდგენას რო ატარებ. თურმე შეგძლებია. შეგძლებია? კარგია მე, კარგი. ანუ თუ არ გაგიჭირდა ისე არ შეგეძლო რომ ჩასულიყავი და იქ ხარაგაულში დაგემართა. ხო იმაში ენახა. ან იმაში ონში, ან ამროლაუში, ან ხარაგაულში. რა მნიშვნელობა აქვს? კომუნისტებს არა, აქ ძალიან ბევრი საგინებელი კი არა, მოსათხრელები არიან, იმიტომ რომ არსით რო იტყვის მთავარი პარტიის არსის ის რო იქნება ღმერთი არ არსებულსო, მანდ უკვე ნათქვამია ყველაფერი, მაგრამ ერთი ის კი ქონდათ რა, მიყრუებული სოფელი იყო,
აი კინო ჩადიოდა კაცო ორ კვირაში ერთხელ კინოს უშვებდნენ, რაღაცას უშვებდნენ. აი რაღაცა კულტურის შენ მართლაც იძახი. მანამდე ჩადი რა გინდა მე. მანამდე რომ გაიგო, ვითი სუნთქავს ადამიანი. ყოველდღე უწახო, კაცო. შენ ნუ ელოდები რომ ის ჩამოვა თბილისში და თბილისში გნა. ხო და მოვა თეატრის, ადამ იმას მაგის ხო. თბილისში ჩამოსულია ის 3 დღით და შეიძლება შენთვის სულ არ სალია, მაგრამ შენ რო ჩახვალ იქ მოვა. მეტიც. მე უკვე თბილისში რო ჩამოვა მერეც მე. ხო, აუცილებლად მოვა. ეხლა უყურე. შენ დააფასე, შენც გაგიჭირდა და დაგჭირდა ჯიგარო, გაიგე, ჯერთი შენც არ დაგჭირდა, დაგაჭირდეს. აი დაგაჭირვეზეა საუბარი. გაიგე? ეხლა უყურე. შენ ხარ კონტრაში მთავრობასთან. კომართალია რა, ხო ესე? ჩვენ ხო არ ყავს თავისუფალი. აი უბედურება რა არის იცი? ჩვენ არ ყავს ლაშა თავისუფალი მსახიობი. ამას ვიძახი. ჩვენ არ ყავს პრაქტიკულად თავისუფალი რეჟისორი. კი ბატონო. მე ახლა კიდე ახლა არ ვამბობ ლაშა მაგალითად ისეთ რაღაც გამონაკლისებს, მათ შორის შენს გამონაკლისი ხარ რა, რომელიც თითოეულა კაცია და ნუ იმიტომ არის არც ერთი საკვანშია და არც მეორე საკვანშია ეს ხალხი რა, მაგრამ მე ვამბობ სხვა რამეს. სამწუხარო რეალობა არის ერთი რამ, რომ დღევანდელი მსახიობების და ხელოვანების 90% არის ან ერთ პოლიტიკურ ჯგუფში, ან მეორე პოლიტიკურ ჯგუფში რა. ჩემთვის უცხო ხალხი არ არიან ესენი რომ რაღაცა ის მქონდეს, რა ქვია, გაუცხოვება მქონდეს მათთან, მაგრამ დოიზე მაქვს აქ ლაპარაკი. უყურე, შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც მოგიტანეს სოფო ნიჟარაძე, კი არ მოგიყვანეს, მოგიტანეს. დაგიდეს და გითხრეს, რომ აი ამას გახდი ვარსკვლავს. და შენ იყავი ის რეჟისორი, ვინც მაგას დაუდგა ქეთო და კოტე. და ეხლა რო ბრუნდები შენ, გამიგე? და უტრიალდები ამას ან იმას და რაღაცა პოზიცია გაქვს ვითომ ნეიტრალური დაჭერილი, ხო, არა ხარ შენ ნეიტრალური. მე გეუბნები რომ შენ ხარ ნეიტრალური. ეხლა უყურე პარადოქსი რა არის. იგი ადგა წავიდა რეგიონებში, რომ რეგიონებში ხმა მივაწვინო ხალხო, რომ დავამხო ხელისუფლებაო. ანუ ამ ხელისუფლებას კი არ ვიცავ, კაცო. ესენი ეხლა არიან, ხვალ აღარ იქნებიან, მე ვიღაცა სხვა მოვა, მე კიდე ვიღაცა სხვა მოვა, მე კიდე ვიღაცა სხვა მოვა. ამაზე რა ჯვარი კი არა გვაქვს დაწერილი, მაგრამ ეხლა უყურე, მიდიხარ თავრობის საწინააღმდეგო რაღაცად, მიდიხარ, აფორმებ გასტროლს, რომ ვითომ შენ ხარ გასტროლზე. დღიურებს უხდი შენ მსახიობებს ბიუჯეტიდან და აკეთებ კონტრ სახელმწიფო, ანუ ხო, აი ლოგიკა რა არის ბიჭო, აი ვერ გავიგე. ლოგიკა არის იცი რა, ლაშა, აი მაგაშია ზუსტად ლოგიკა. კიდე ერთხელ რომ ბრაზეც აი თავში ვისაუბრეთ, რომ საქართველოში არ ყავს თავისუფალი ხელოვანები. ამას ვიძახ. და აქედან მომდინარეობს დოი მაგალითად, აქედან მომდინარეობს იგივე სტურუა. სტურუა მაგალითად ამათ უჭერს ხარს და რაც არ უნდა მოხდეს. ჩემთვის თავი რო გააძრონ სიტყვაზე, ხო? არ გამოვა და არ იტყვის, ხო? აი ამ ხელა კაცი ხარ, ამ ხელა რეჟისორი ხარ, ხო? აი შენ გამოხვედი და პირველი რა თქვი? მიუხედავად ისისა, რომ არ მოგწონს დოი, არ მოგწონს ეს თემა, პირველი რა თქვი რა? ციხისთვის ყველა მეწოდება, ხო? აი სტურვა რო ხარ, ამ ხელა, ხო? ამ ხელა რო ხარ, ხო? დაუჭირე, კაი ძმაო, ხელისუფლებას ხარი, მაგრამ გამოდი და უთხარი რომ გაუშვით რა ის ბიჭები რა. ვინც შეცდომაში შეიყვანეს მინიმუმ რა. თუ ესეთ, ხო და რა არის იცი ერთი მხარე გასუსულია მაგალითად, აი ახლა მიშამ ან სასტავმა რო ჩამოაქციოს ყველაფერი, ეს დოი ხო ვიცით რომ ხმას არ ამოიღებს ძმაო. ამაშია საქმე. და მეორე მხარეს აქ ამათმა რო ჩამოაქციო, ახლა წაქცეულ კაცს რო ურტყავ ძმაო და ქალ ჟურნალისტს რო ურტყავ, რომელიც არაფრის მომცემი არ არის, ხო? გამოდი და თქვი რომ არა დაუშვებელია ეს ამ. აქ რა შუაშია კოცი, ნაცი და ლეიბორისტი. უყურე თავისუფალი, ჩვენ სამწუხაროდ თავისუფალი ხელოვანები არ უყავს და ეხლა უყურე გეტყვი რა, მე ძალიან დიდ პატივს ემჭოლას, იმიტომ რომ ჭოლამ ოთარეგაძემ და კიდე რამდენიმე ლურჯიძე და ვიღაცები იყვნენ კიდე, ვინც თავის დროზე შევარნაძის პერიოდში შექმნეს თეატრი სარდაფი, რომელმაც მოახდინა ნუ რაღაცა სასწაული. აი ეგ იყო მართლა დამოუკიდებელი თეატრი, მართლა თავისუფალად მოლაპარაკე თეატრი და მართლა ხელოვნება რო უყვარდა ეგეთი თეატრი. მიშას დროს რობიკო რო გაანთავისუფლეს თეატრიდან, რო გააგდეს მე არ მახსოვს დოის რამე ეთქვა მაშინ. გამიგე? აი ეხლა ისიც იმიტომ არ ამბობს არაფერს. აი ამ შეჯიბრებაში ვარ, გაიგე რომ აი შენ ხო და მთელი უბედურება რა არის? მაშინ რო ხმა არ ამბობს. დოიაშვილზე კი არ უნდა თქვას.
საერთო აი მაგაში აი ზუსტად ხო და მაგას ვამბობ აი ამ ერთმანეთის საკინკლავით აი იმითი რომ ეს ხელოვანი ხალხი თავისუფალი არ არის სახელმწიფოებრიობა ზიანდება საერთო ჯამში აბსოლუტურად სახელმწიფოებრიობა ზიანდება თორე კიდე ერთხელ ვამბობ აი წინაზე ვისაუბრეთ ხო რუსთავი 2 ის ძველი რუსთავი 2 ხო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ტელევიზია იყო რა 10 ჯერ ისეთი სულება ტალახი მესროლე აბსოლუტურად განუმართლებელი სული ცილის წამება რა და მაგრამ აი ხა ის კაცი რო ცემეს ხო თქვი რა ჩემთვის მიუღებელია მიუღებელი ბიჭო თუ არის მიუღებელი შენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელი უნდა იყოს იმიტომ რომ ეგრე არ არის რომ რახანც ის კაცი ჩემი მოწინააღმდეგე იყო ან ჩემზე ცუდი თქვა ხო დღეს ვიღაცამ აგინოს აფურთხოს თავი გაუხეთქოს და ვა იცი რა მერე რა არა მარტივი თემაა რა რომ ესე იგი ეს ნიანგმა თუ შეჭამა ეს ჩემი მტერი არ ნიშნავს რომ ნიანგი არის ჩემი მეგობარი დიახ ხო ხო ამბობ და მე ჩემჭამ ეხლა მე მინდა რომ დავამთავრო ამ თემაზე ლაპარაკი იმიტომ რომ მე გამოდის რომ ერთი და იგივე არა ერთი და იგივეში არა მე რა მინდა შენ ეს თემა გესმის და საინტერესო იქნება 1-2 წუთი შენ რომ შენი აზრი ჩამოაყალიბო ყველა თავი არც დოი აქ და არც ეს და არც ის რა უნდა მოხდეს რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ხელოვანი კაცი იყოს თავისუფალი და არ იყოს ასლანის აბაშიძეზე დამოკიდებული, არ იყოს შევარდნაძეზე დამოკიდებული, არ იყოს იმაზე დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, პატარკაციშვილზე თუ ვიღაც ფულიან კაცზე რომ მე იმას სხვა გზა არ კონდეს რა. რომ გამოვიდეს და თქვას რომ აი ხო უჭერ ამას. პრობლემა კიდე რაშია უყურე? აი ამ ანდრო ქვია მე მგონი იმის თუ რა ქვია აღარ მახსოვს მოკლე სახელი და გვარი არც ეთყობა ძალიან პატარა თაობაა ჩემთან შედარებით და მაგიტომ არ ვიცნობ. მაგრამ საქმე რაშია უყურე? იმ დღეს ვეკითხები რომ აი დოიზე და ნუ რაღაცეები ისეთები თქვი მე რა რომ აი ამის გამო მე არ ვეთანხმები ამ კაცს იმიტომ რომ ეს არ არის ის კაცი ვინც ესე ხელს მისავით გაიშვეს და წამოყვება ურა თუ რაღაცა ხალხი ვაშას ზახილით ეხლა დოის შენ არ ხარ ის და როცა ესეთი არ ახარ მაშინ თავინა შეიკავო ბიძია ესე არ შეიძლება გამიგე იმას დაუდგეს მსახიობი გვერდში მეორე მომენტია ის რომ შენ რაღაცა გინდა რომ პროტესტი გამოთქვა და რაღაცა ხო შენ კოლექტივსაც უნდა კითხო ბიძიამ უნდა იმ ვიღაცას შეგვეცი რომ გეთანხმება არ გეთანხმება ეხა ეს ერთი თეატრი შეყრილი და ეხა მე ეხლა ავაყირავებ ვერ აყირავებ იმიტომ რომ როცა საჭირო იყო მაშინ უნდა გევლო რეგიონებში ეხლა რო დაგჭირდა რო დადიხარ გამიგე რეგიონშიც და მეტიც როცა ხედავთ უსამართლობას ყოველთვის აი წერა შენ ახსენი კომუნისტების დრო მე ბოლო პერიოდს მოვესწარი მაგათაც მე რო სკოლაში შევედი ის პიონერთა ისინი უკვე აღარ იყო და დამთავრდა კიდევაც მალე ხო მალევე დამთავრდა რა ეგ ამბავი მაგრამ მე მახსოვს მე დედაჩემს იმის გამო რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ჩვენი სანატორიუმში დავდიოდით ხოლმე საირმეში იქ მინერალური წყლებია და თირკმელების პრობლემა მოკლედ იქ იყო ამის სამკურნალო წყლები და ხშირად დავდიოდით ხოლმე იქ საირმეში არ ყოფილა ჩვენ საირმეში ჩავსულიყავით და ჩავდიოდით სადღაც 2 კვირა მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში 2 თეატრი მაინც ჩამოდიოდა იქ დიდი დარბაზი ჰქონდა ამ სანატორიუმს 2 თეატრი ჩამოდიოდა მე ბავშვი ვიყავი მაგრამ მახსოვს რომ ერთხელ მარჯანიშვილის თეატრი იყო ჩამოსული და ერთხელ თუ არ ვცდები ან მოზარდ მაყურებელთა იყო ან მუსკომედია ერქვა ადრე მარჯანიშვილის თეატრი რა ერთ-ერთი მარჯანიშვილის თეატრი ჩამოვიდა სპექტაკლით რომ აი იმიტომ რომ დადიოდნენ ხალხი მაშინ აინტერესებდათ აი იქ როგორ ცხოვრობს ხალხი აბა შენ ის რა ქვია ტელევიზორით იმედმა რა გითხრა და TV პირველმა რა გითხრა მაგითი რო იგებ ინფორმაცია ჩასულ ხარ ძმაო ჩახა დო ჩადიხარ ფოთში ორდღიანი გასტროლით და იქ რაღაცა გრანდიოზულ ახალ თეატრში თუ რაღაცაში რო გამოჩდები ერთხელ და ისიც ნახევარი გუბერნიას როა გავრცელებული ბილეთები და მარტოშარვა კოსტუმიანი და საროჭკი ბოდიში პერანგჩაცმული ადამიანები რო გისხედან იქა იმის წარმომადგენლები იქაური მერიის და იმისი ხო ეგ არ არის გასტროლი ბიძი გასტროლი არის რომ დაგეგმავ გააკრავ აფიშას იქ ჩავა ის ვიღაცა შენი და ხალხი გაიგებს რომ აი იქ რაღაცა წარმოდგენა აი სხვათა შორის ძალიან მაგარია ამ ამბავში თელავი არის აი თელავის მაგ და გორიც მე გორში ნამუშევარი ვარ და ვიცი იქ როგორც არის სიტუაცია და აი არ არსებობს აფიშა გამოიკრას თეატრზე და იქ მართლა მაყურებელი არ მივიდეს
მაგრამ დოი, ჩემო კარგო, მოდი ჯერ გადი ჩვეულებრივ დროს ისეთ რომ აი რაღაცა სასწაული არ ხდება და არ ინგრევა ქვეყანა იმაზე რუსთაველის გამზირზე და ისეთ დროს ჩაატარე იქ წარმოდგენა რომ ხალხმა გაგიცნოს, შენ გაიცნო ხალხი, გამიგე და ვიღაცები შემომივარდნენ და აი ესე დოის ვაკო ყველაზე მაგარი თეატრიო დღესო საქართველოში. ვეკითხები ტიპს, აი ბოლოს რა ნახე სხვა თეატრში. სხვა თეატრში რა ნახე ბოლოს? ვერ გეუბნება. მაგრამ დოის თეატრი უნდა, კაია. იმიტომ რომ კახა თამაშობს იქ, იმიტომ რომ ბახუტა თამაშობს და ვიღაცები თამაშობენ ახლა იქ და ნიჭიერი ხალხია ესენი, კაცო მე არაფერს არ ვიცი. ყველა თეატრს ყავს ჯვარი მწერია რომ ადამიანს ნიჭიერი მსახიობები ყველა. ჯვარი მწერია რომ ახლა ადამიანს თავისი შემოქმედებითი ნიჭიერება და ის დაუკარგო. მაგაზე არავინ არ ამბობს, მაგრამ შენ არ ხარ ის პიროვნება, ვისაც ხალხი გამოყვება, იმიტომ რომ და იმიტომაც არ გიდგან შენ გვერდით რობერტ სტურუა, რომ ისო თეატრიდან გააგდეს და შენგან განსხვავებით ის მართლა მაესტროა და შენ ახარ დოი. დოი და მასთან ყოფო ადამიანებო, ხო, მინდა გითხრათ რა. აი ეს ჯინიანობა, როგორც თქვენ ჯინიანობთ, ხო? ეხლა თქვენ გეჯინიანება მთელი ნახევარი საქართველოს თბილისის გარდა. თბილისის კიდე არ ამგონია სრულად თქვენ მხარეზე იყოს, მაგრამ მაინც რამდენი თეატრია, იცით თბილისში? აჩი. ბევრი იქნება. რუსთაველი მარჯანიშვილი, კინომსახიობთა, თუმანიშვილი მეთქი, ეს აბაშიძის თეატრი, ახმეტელის თეატრი, თოჯინების თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ამდენი თეატრი, ხო, მეტეხის თეატრი და სამეფო თეატრი და რავი რა. ამდენი თეატრიდან შენ რო იმდენს მაინც ვერ მოახერხე, რო კოლექტიურად გეუბნები მე, კოლექტიურად შენ რასაც ამობ გასაგებია, როცა კოლექტიურად ვერ მოახერხე, არ არის დოი პრობლემა. არა, სხვა რაღაცა შეძახი. ჩვენ მაინც დოიზე ვლაპარაკობ, არ არის დოი. არ ვლაპარაკობ. პრობლემა არის მოსყიდული და მართული 90% ამ ხელოვნების, რომელიც პოლიტიკურად არიან ანგაჟირებული, ან მიშისტია, ან ბიზნესია, ან ვიღაცისტია და იმას კი არ ასრულებს, თავის საქმეს კი არ აკეთებს. აკეთებს შეკვეთას და დავალებას. აი ამას ვიძახი რა. ამ თბილისის თეატრებიც კი ვერ ამოიყენეთ. გვერდში. არ გაგიდგენ. ვერ ამოიყენებენ და სულ გახელეჩი. შენ ახლა გადიხარ შენ საკუთარ კოლეგებს ვერ იყენებ გვერდში. მაგრამ მეც არ გეთანხმებით ბევრ რამეში, კაცო. და კიდე ვიძახი, გამოუშვით, მთავრობა, გამოუშვით ის ბავშვები. ისინი არიან ბავშვები, მათ შეიძლება უნებლიეთ იმით, ამით ვიღაცას გონია ეხლა იქიდან, რომ აი რაღაცას ასწაული იქნა, ეხლა იმან ვიღაცას პიტარდა ესროლა თუ ჯოხი თუ რაღაცა, მაგრამ ემოციური ფონია ის მსახიობია, მსახიობი კიდე ემოციურობის პიკზეა ყოველთვის. არა მარტო სცენაზე ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ უემოციურო ადამიანი ვერ იქნება მსახიობი, ეს ორჯერ ორი არის. და თუ შეიძლება რა ვიცი მე თუ არის საშუალება იმისი, რომ ან შეწყალებით ან რაღაცით რომ ის ხალხი გამოვიდეს გარეთ და არ იყვნენ ციხეში. ციხე არ არის გამოსწორების საშუალება. ციხე არის საქართველოში, ციხე არის ჩვეულებრივად, ნუ აი არაფრის მომცემი არაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ უბრალოდ დასჯი ადამიანებს და სხვის რაღაცა და ეს არ შეიძლება ჩემი აზრით. თუმცა არ ვეთანხმები ძირეულ რაღაცებს მათ ქმედებებში, მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ ახალგაზრდა პატარა ბავშვები არ უნდა იყვნენ ციხეში. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მაგრამ აქ სხვა რაღაცაზეა. გავერკვიოთ ჩვენ თვითონ. მღერი ვართ რუსეთში თუ არ მღერი ვართ? იმიტომ რომ იმან იმღეროს, ამან არ იმღეროს, ესე არ არის. ნუ ეგ თემა ხო ნუ ესეა რა. მოდი ახლა ჩვენ გადავიდეთ სხვა თემებზე. გადავიდეთ. დიდი ბოდიში მინდა გადაუხადო ჩვენ მსმენელს, იმიტომ რომ ცოტა გაგვიგრძელდა ამ თემაზე საუბარი და ცოტა გამოვიდა რომ საყვედურს ვამბობ და საყვედურია სათქმელი ზუსტად, იმიტომ რომ შენ როცა გჭირდება მაშინ არ უნდა იარო რეგიონებში. როცა საჭიროა კი არა, როცა არ არის, როცა ჩვეულებრივი მომენტია, მაშინაც უნდა იარო, რომ ხალხმა გაკიცროს და შენ თვითონ გამოსავალი და იგრძნო ხალხის გულის ცემა. გამოსავალი უნდა ვეძებოთ ლაშა და გამოსავალი არ არის კონკრეტულ პიროვნებებში. გამოსავალი არის მიდგომებში და სისტემაში. სისტემა იმდენად ჩამპალია, რომ აი ესე იქნება რა.
თუ საზოგადოება წინა შენი კითხე რომ აი ბოლოს შენი აზრი თქვიო რა არისო ეს არის შოუ ბიზნესის ამბავშიო რა სანამ საქართველოში შოუ ბიზნესი არ გახდება თვითონ ყოფადი ზუსტად და არ იქნებიან მომღერლები და ის რა ქვია მუსიკოსები და ხელოვანი ხალხი დამოკიდებული იმაზე რომ სად ჩაატარებს ახლა მუსიკოსი როგორ არის იცი რომ გამოვა და რო იტყვის რომ მე ვატარებ ხვალ თელავში კონცერტსო ხო აქ თბილისიდან და გურიიდან და იმიდან და ჩავდა თუ შენთან მოსასმენად არ მოდის კაცი ბილეთს თუ არ ყიდულობ შენსას ხო სახელმწიფომ არ უნდა ჩაასხას ფული ამ საქმეში მოდის გიხდით კიდევ ერთხელ მაგრამ ეს ჩემი გულის ტკივილი იყო და არა მარტო დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის რა რაც აი მე ვფიქრობ რომ როგორი ისა იცი პრობლემაა აი სამტროს ასიცოცხლო პრობლემაა რა ეს პრობლემა არის რა ეს უაზრო მიგრაცია ქვეყანაში რა უაზრო მიგრაცია ესე იგი შევარდნაძე ავიღოთ მე იყო სააკაშვილი ხო იმიტომ კი არა რომ ან ერთი იყო კაი ან მეორე არც ერთი ვარგოდა და არც მეორე არ ვარგოდა საერთო ჯამში რა უამრავი შეცდომებით რა მაგრამ აი ეხლა გამოდიხარ შენ ახალი ხელისუფლება ამბობ რომ ხარ ეროვნული ხარ ქრისტიანული რაღაც ქრისტიანული ფასეულობების დამცველი და ესე იგი პაკისტანთან აკეთებ რას რომ უვიზო მიმოსვლას უხსნი პაკისტანელებს მე მომიწე ეხლა ხან ჭავჭავაძეზე გასეირნება აი ქართული სახეები აღარ ჩანს უკვე რა ქუჩაში დადიხარ არ ჩანს ხედავთ რა ხდება თუნდაც აი იმ სექტორში რასაც აი ეს მიწოდების სექტორი ქვია რომ ხო ტაქსებზე ამ იმებში ვოლტებში და იმაში ინდოელები ვიღაცები რაღაცები იმაშობიან რა ქვია მუშაობენ ქართულად ვერ ლაპარაკობენ შენ დალოცვილი შვილო თუ ასეთი ისახა რა ქვია ეროვნული თუ ასეთი კარგი თუ ასეთი ვაჟკაცი ხო რატო აძლევ ამის უფლებას ხო იმას აი მე გეტყვი ხე ერთ მაგალითს ძვირფასო მაყურებლებო რატო აძლევ მე ჩვენ ადრეს ვთქვით მე ამერიკაში მომიწია 4 წელი ცხოვრებამ და 8 თვე აჩიკო 8 თვე ველოდებოდი რომ მუშაობის უფლება მოეცათ აქ კურიერებად ეხა ფაქტიურად ბოლო რამდენიმე გამოძახება ქართველი აღარ მოსულა კურიერს თავი დაანებე ძმო აი მე დავინტერესდი და დავიჯერო მაგათ აქვს მუშაობის უფლება საქართველოში მეც გეტყვი ან ამაზე რეგულაცია ქენით რაღაც ეს არ რეგულაციაზეა საუბარი კაცო რა რეგულაციაზეა საუბარი ჯერ აი რომ გამოდიხარ და მეუბნები რომ აუ იცი რა 11%-ით ეს იზრდება 15%-ით ის იზრდება ეკონომიკა იზრდება როგორ იზრდება შედალოცვილი შვილო ხო გაიხედეთ რა ყოველ დღე არ გავა ქართველი კაცი და არა მარტო ქართველი საქართველოს აბორიგენი მოსახლეობაზეც მაქვს საუბარი მათ შორის აზერბაიჯანელი იქნება თუ სომეხი იქნება თუ ბერძენი იქნება აი საქართველოში რომ დაიბადნენ გაიზარდნენ მათი ბაბუები და ბებიები აქ რო დასაფლავებულები არიან ხო ზოგი ამერიკაში მიდის მო ზოგი ოჯახებით მიდიან ხო და ხედავთ რომ ყოველდღე ჩამოდის აქ პაკისტანელი ჩამოდის ვიღაც ნიგერიელი არავინ იმაში არ დამადანაშაულოს რომ ყველა ადამიანი მიყვარს მო არა ვარ რა ეს ქრისტიანი კაცი ვარ მოძული არავისი არა ვარ რა მაგრამ როდესაც ჩვენ 3 მილიონი აღარა ვართ ქვეყანაში ქართველი ამ დროს 250 მილიონიანი პაკისტანს რო უხსნი უვიზო რეჟიმს ამ დროს ირანთან რო უვიზო რეჟიმი გაქვს ამ დროს მთელი აფრიკა რო აქ არის ჩამოსული ამ დროს უკრაინელი რუსი და ბიზნესებში იცი რა ხდება უკვე ქართველებს ბიზნესებს ართმევენ ის კი არა მართლა ტოპით კი არ მიდის მაო არავინ მაგრამ იმ უკრაინაში იმ რუსეთში იმ არაბეთში ხალხს შტაბელებად აქვს ეს ფული რა ჩამოდის აქ და იმ რესტორანსაც ყიდულობს იმასაც ყიდულობს ამასაც ყიდულობს და ქართველი აღარა მომსახურე სფეროთ და მომსახურე ხალხად ვიკეცით კაცო და ამ დროს გამოდიხარ მეუბნები რომ როგორ გიყვარს სამშობლო კაცო როგორ გიყვარს საქართველო რა კარგი ძმაო გავიგე მაგრამ ეხლა მიყვირს რა გინდა ასე გაიგოს გინდა ისე მაგრამ ეხლა თემურლენგის საფლავზე რო ყვავილებს დაალაგებ კაცი რა ვერ გეტყვი რომ გიყვარს სამშობლო რა და ვერ გეტყვი რომ გიყვარს საქართველო რა კაცმა აოხრა რა ვიცი მსგავსი არავის არაფერი არ გაუკეთებია საშინელება და უბედურება ქვეყნისთვის ხო და რა არის იცი ხო ვინ დაგავალა ძმო ვინ დაგაძალათ რა ის რა ქვია ამ პაკისტანელების და იმის ვინ ეს ტურიზმი უნდა შემოგევლე კაცო არა აბსოლუტურად ჩამოდი იყიდე ეს ისა რა ქვია ბილეთი წადი ისე ირნე დალი
ერთი თვის შემდეგ წადი რა, ქვეყანა დატოვე. ან წადიან გაგიშვებ. ხო, ან წადიან გაგიშვებ რა და რა, ეხლა მიყვები ზღაპრებს რომ არაბებმა 6 მილიარდი ჩადეს. კი ბატონო, რატო ჩადეს? ასე ძალიან უყვარვართ ამ არაბებს ჩვენ, აი ეს გაგიჟდნენ, ჩვენი სიყვარულით გადაირინენ, ვენები გადაიჭრეს არაბებმა, ხო? რას ნიშნავს, რომ 6 მილიარდი არაბმა რო ჩადო? ხო, ნიშნავს, რომ ჯერ ერთი პატარა მთელი მცირე ბიზნესი ჩავარდა და აღარ არსებობს რა, იქ არა? ყველა მთელ მცირე ბიზნესს იმეს დაასუბსიდირებს, მე თავის ბიზნესებს და დედას უტირებს. რა არ მოხდა აჭარაში იგივე, იმით კი არა თურქების მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ მოხდა, გახსნეს თავიანთი მაღაზიები დაასუბსიდირეს, ქართული მაღაზიები მოხდა, განადგურდა. ეგრეა, რომ იმას 100 მილიონი კაც რო უჭირავს და შენ რო ერთი პატარა მაღაზია გაქვს, ხო? ჩაგძირავს რა, ფული ჩაგძირავს. აბსოლუტურად ყველაფერი ჩაგძირავს რა და ეთახვები აქ უკვე რა არის, ჩვენ არა გვაქვს უკვე საერთოდ ეგ ბიზნესიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ხო, ეხლა რაც უფრო ნაკლებია რეგულაციები ბიზნესში, მით უფრო მაგარია ბიზნესის კეთება იმ ქვეყანაში, სადაც გინდა რომ ბიზნესი არის. სახლის ყიდვა. მოდი წავიდეთ, გინდა ევროპაში, გინდა პოლონეთში, გინდა სადაც გინდა, აი ჩეხეთში ჩავიდეთ, ესპანეთში ჩავიდეთ. სახლი რო იყიდო, უბრალოდ სახლი რო იყიდო რა. აი პოლონეთში როგორ არის? ჯერ უნდა გააფრთხილო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მერე იქ უნდა გააფრთხილო 6 თვე თელი ფიქრი ისა ესა, ჰაი ჰუი და სახლი მოკიდო, კორპუსში ბინა იყიდო, მიწაზე კი არ არის საუბარი, ხო? აქ გუშინ კაცი ჩამოვიდა, გინდა უკრაინიდან, გინდა რუსეთიდან, გინდა იმიდან, რა ქვია, ქართულზე არ მაქვს საუბარი. მათ მოქალაქეებზე ვამბობ. გინდა არაბი, გინდა ებრაელი, გინდა სომეხი, გინდა აზერბაიჯანელი, ხო? წავა, ჩვეულებრივად 5 წუთში გაფორმებული აქვს ისა, რა ქვია, ბინატო. 5 წუთში გაფორმებული აქვს ფირმა, კაცო. ხო და ესე არ შეიძლება რა და გამოდიხარ და ქრისტიანობაო რა. შორს ხარ თქვენ ქრისტიანობაზე. იცი რა არის უყურე მან ბიზნესის წარმოებაზე არ არის საუბარი. მიხვდი? გააკეთოს იმა ბიზნესი, ოღონდ თავისი ჩამოყვანილი ხალხით კი არა, შენი ხალხით აქ ვიცი. რა თქმა უნდა. გამიგე? აწარმოოს იმ ჩამბიჭო გეუბნები, მაო. ინგლისური მაგათ არიციან. მარტო იციან პაკისტანური სახელმწიფო რაღაცა სახელმწიფო ენა ინდური თუ რაღაცა ენა აი მომიდა და ვუხსნი ადამიანს რაღაცა ენაზე ხო უნდა აუხსნი არანაირი არ იცის რაღაც ენაზე ხო უნდა მე უნდა ვისწავლო ქართველმა პაკისტანური ან ინდური ან რა ქვია ისა რა ქვია ნიგერიული ხო რა ვიცი ერთი და ხო მაგრამ მაგას თავი დავანებოთ აკეთონ ბიზნესის კეთება უნდა გააკეთონ ძმაო არ არის პრობლემა მაგრამ რეგულაციები იმაზე რომ შენ რო ბიზნეს გააკეთებ ძმაო ამდენ ამერიკაში ეგრეა ჩადე ფული კი ბატონო ჩადე ნებისმიერ სფეროში ან ვალდებული ხარ რომ ამერიკის მოქალაქე რაღაცა პროცენტულობით არის იქა 60 თუ რაღაცა პროცენტი შიგნი მომუშავე ადამიანების უნდა ყავდეს ამერიკის მოქალაქე მაგალითად გინდა შენებლობაზე ხო ჩამოიყვანეს ინდოელი და დაასაქმებ შენებლობაზე მაგრამ შენ როდესაც აი ადამიანი წინ გიყენია, დაღთან გიყენია, ხო? როგორ შეიძლება დაღთან დგომა კაცმა ქართული ენა არ იცოდეს, სახელმწიფო ენა არ იცოდეს? აბა ჩადი შენ ამერიკაში, ხო? და ინგლისური არ იცოდე, ვინ გამუშავებს? იმას ჰამბურგერებს ვინ გაგაყიდინებს, ხო? ორი ენაა ამერიკაში, რომელიც აბსოლუტურად უნდა იცოდე. მე ნიუ-იორკს არ ვეხები, ნიუ-იორკში რუსულიც არის და ბევრი სხვადასხვა, იმიტომ რომ ნიუ-იორკი ძალიან ბევრი ადამიანების თავშეყრის ადგილია, სხვადასხვა ნაციის. მაგრამ აი რო გაცდები ნიუ-იორკს და გახვალ მართლა ამერიკაში, მართლა ამერიკა ქვია, ეს თვითონ ამერიკელებიც ესე ეძახიან, მაგრამ იქ არის ორი ენა. ესპანური და ინგლისური. ის სხვა რაღაცა გჭირდება, ხა მე ესე ვლაპარაკობ. მე რა, ორი სახელმწიფო ენაა, ესპანური, ინგლისური. ან ერთი უნდა იცოდე, ან მეორე იცოდე. ასაგები. всё, დამთავრდა ლაპარაკი. ჩვენ რადგან ერთი ენა გვაქვს და მეტი ერთი საერთაშორისო ენა გვაქვს აღებული ინგლისური, მაშინ კეთილი ინებე, ან ქართული იცოდე, ან ინგლისური. ეს გეტყვი. რა გააკეთა ხელისუფლებამ 30 წლის მანძილზე, არა მარტო ამან. თუმცა ესენი რო ავიღოთ უკვე. ყველაზე მეტი დრო არიან ხელისუფლებაში, ყველაზე მეტი. ხო? შევარდნაძეს თუ არ ჩავთვლი. შევარდნაძეს მეტი, ხო, რა შევარდნაძე არ ხო 12 წელს. დამოუკიდებლობას დეცხოი. ხო, დამოუკიდებლობა ხომ არა ის მანამდე ის პატიაშვილი. ხო, მე დამოუკიდებლობის შემდეგ შევარდნაძე მე მიშა და ესენ 9 წელი კი არა და მე 13 წავიდე მე მგონი, ხო? ეგრე არ არის 2012-დან. კი, მე 13 წელია, მე 14. 92 ანუ 2012-ში მოვიდნენ ესენი და აგერ არის 2025 13 წელიწადი გავიდა. ეხლა შეხედე, ხო? რა არის?
რატომ არის ისევ პრობლემა ქვეყანაში 1000 სისულელეებისთვის რომ იძებნება ფული იქა რა ქვია აეროპორტზე ქვა რო დაყარეს ირანიდან ჩამოიტანეს 3 მილიონი დოლარის რატო ვერ მოიძებნა ფული იმისთვის რომ მარნეულში ახალ ქალაქში სკოლები გახსნილიყო ქართული ენის შემსწავლელი კურსები გახსნილიყო ჩავიდეთ ახალ ქალაქში და ხალხმა ქართული არ იცის ქართულად პასუხს ვერ გაგცემენ და რა არის იცი დავინტერესდი ამითი იქ მარნეულშიც დავინტერესდი აზერბაიჯანელები მყავს მეგობრები დავინტერესდი ხალხს ქართული სწავლა უნდა არ არიან მასწავლებლები არ არიან რეალურად რა ამაში ფულს არ დებთ ხო და მაგასაც გეტყვით რატო არ დებთ და არც შევარდნაძე არც მიშა და არც თქვენ იმიტომ რომ ისევ 30 წლის უკანა ვართ რა რომ ნაკლებად იცოდეს ქართული ნაკლებად იაროს ქალაქში ნაკლებად განვითარდეს ნაკლები სწავლა განათლება და მეტი უფრო ხელის მოჭერა რომ არჩევნებში ჭირდებოდა შევარდნაძეს 100% მოქონდა ეთნიკური უმცირესობებიდან არჩევნებში ჭირდებოდა მიშას 100% მოქონდა ეთნიკური უმცირესობებიდან და არჩევნებში ჭირდება თავად 100% მოქთ ეთნიკური უმცირესობებიდან რა არის უყურე ეს აჩიკო ესენი ქემაინც შენ ქვეყანაში დაბადებული ხალხია ხო მაგრამ რას მოქალაქეები რას ნიშნავს ეგ რაც თქვი შენ არ უნდა იმუშაო ამ საკითხზე უნდა იმუშაო აბსოლუტურად გეთანხმები და ალბათ და თან საინტერესო რა არის დაფინანსებას 1-2 სკოლა გაგვეხსნა და რაზია საღო ზუსტად გინდა თეატრი და გინდა კიდე 1000 სისულელე რაც კეთდება არაფრისთვის საჭირო რო არ არის ხო ამ თანხით ეს არ არის იცი რა რომ ამას ჭირდებოდეს მილიარდობით და რაღაც მართლა არის საუბარი რომ 2, 3 და 4 მილიონი რო გამოიყოს წელიწადში ხო ძალიან სერიოზულ შედეგს მიიღებთ რა ჩემი მეგობრის დედა დღემდე ასწავლის დმანისში სკოლაში ასწავლის ქალი აზერბაიჯანელი ბიჭი რომელიც ქართულად წყინვალედ ლაპარაკობს მოვიყვან გაგაცნობ დაგალაპარაკებ გეტყვი როგორ უნდა ხალხს ჩავიდა დმანისში და სკოლაში ასწავლის ქართულ ენას და აი ღმერთმა გაუმარჯოს მართლა იმიტომ რომ აი დმანისშიც იყო ეგ საშიშროება რაღაცეების ანუ საშიშროება რა მე ვიძახი იმას რომ ხელისუფლება ფულს ხარჯავს ყველგან სადაც არ არის საჭირო და სადაც საჭიროა ხო იქ ვერ ხედავთ ამას რა ვერ ხედავთ ამას ძმაო და შენ რომ მეუბნები რომ ქრისტიანი ხარ ამხელა სანთლით რომ დადიხარ ხო პაკისტანელებს არ უნდა უხსნიდე უვიზო რეჟიმს რა არ უნდა უხსნიდე ბანგლადეშს და იმეებს და ამეებს რა მერთმა გაუმარჯოთ კიდევ ერთხელ ვამბობ რა ჩამოვიდა დახარჯა ფული საქმე რაში აქ ორმხრივი თემაა რა კაი პაკისტანელი ჩამოვიდა შენთან უვიზო შენს უვიზოდ აი რა მინდა პაკისტანში ხო რა მინდა კითხვა მიჩნდება ესე რა აი პაკისტანში რა მინდა ხო ვერაფერი არაფერი რატო უნდა აი ხა ჩვენ გვაქვს რაღაცა თანხა სიტყვაზე ვამბობ და გადავწყვიტეთ მოგზაურობა ხო პაკისტანში ხო ფიქრობ აი სად მიდიხარ ხო ნუ მიდიხარ ევროპა გერმანია ბიზნეს გააკეთე პაკისტანში ხო არ გააკეთე ვერ გააკეთე ჯერ ვერ გააკეთე არა ნუ რომც იყოს შესაძლებლობა რომ რა ბიზნეს გააკეთე შეჭამე ცოცხლად ჯერ ერთი მაგრამ რა ბიზნეს უნდა გააკეთო იქ რა ქვია რა ფული უნდა იშოვო თვითონ ნუ არის რაღაცეები ეხა რაღაც ეხლა არ ვიცი ურანის თუ რაღაცის საბადო იქ რაღაცა ეგეთების თემა თუ არის ეგ არ ვიცი მან შენ კი არა ჩი მაგრამ ეხა აი ჩვეულებრივ რიგით ქართულს აი უვიზო მიმოსვლა მაგას ნიშნავს თორე შენ დიპლომატიური პასპორტი ისედაც ჩახვიდო კი კაცო და ეგეთი რაღაც სერიოზული ჯერ ისედაც ჩახვალ პაკისტანში ხო რაღაცა სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად პაკისტანს არავისთან არა უვიზო მიმოსვლა რატო იმიტომ რომ იქ $20 რო ჩაიტანო ისიც აწყობს იმას რა კი მაგრამ ის არავის არ უნდა იქიდან ვინ მოდის ლაშა ხო გაღატაკებული ყველაზე აი გაღატაკებული ფენა მეუნები ჩემი ერთ ოთახში 50 კაცი რო ცხოვრობს ჩემი აქედან კიდე ჩვენი ქართველებს უკვე უწევთ წასვლა ძმაო რა აქცევა უწევთ ჩემი ქუჩის გვერდითა ქუჩა ჩათვალე რომ 60% სუპაკისტანი ინდოეთი ეგ ხალხია რა ნუ პაკისტანელები და ინდოელები რა ერთი თემაა რა ერთი სხვა ქვეყანა ეს სხვა ქვეყანა ქვია თორე რა კულტურულად იმით ამით ისინი გინდა აფრიკელი აიღე არიან ესენი აფრიკელი აიღე მუსულმანები რა აფრიკელი აიღე და ვინც გინდა იყოს ჩვენ როცა ქვეყანაში თან გვაქვს ეს პრობლემა რომ
ჩვენივე ქართველები, ჩვენივე მოსახლეობა გაედინება რა, გაედინება, იმიტომ რომ აქ სამსახურს ვერ შეულობს ვერაფერს და ეხლა მეორე მომენტია ზოგი ამბობს, რომ შენ რატომ მიდიხარო ქართულს ეუნება რა? იმიტომ რომ ქართველი არ არის ძმაო, შეჩეული ერთ ოთახში 60 კაცი ცხოვრობდეს. საპონი არ კონდეს, შამპუნი არ კონდეს. ისა რა ქვია? მყარში დაიბანაოს. ხო, მყარში იბანაოს და ჭამოს რაღაცა ცოტა ისა. ქართველი კაცი არის შეჩეული, კულტურული ერია, კაცო, რაც არ უნდა იყოს, ვინც როგორც გინდა ისე გაიგო, ხო? არ არის შეჩეული, ვერ იცხოვრებს. ერთ ოთახში ვერ დაწובה დედა, მამა, შვილი და შვილი და ბაბუა და ბებია რა. იმას შეუძლია ძმაო, ეს ერთ ოთახში იწვეს მთელი ისა ოჯახი რა. ერთი კორპუსი. ხო, ერთი კორპუსი შეუძლია. იმას შეუძლია ძმაო, დილიდან საღამომდე იშრომოს გამიგე ვირივით რა და ამ ქართულ კაცს ეს არ განა მუშაობა არ შეუძლია, განა მუშაობა ეზარება, მაგრამ სხვა განვითარებისა, იმან იცის ძმაო, რომ იმუშავებს, ხო, უნდა დაისვენოს, მე იმან იცის, რომ 1000-ს უნდა შეხვდეს, იმან იცის, რომ უნდა იქეიფოს, უნდა დასასვენებლად წავიდეს, მეგობარი ნახოს, ის ნახოს, ეს ნახოს, გაიგე და იმას შენეხლა რომ ისე მასლარს გამიგე, ვეღარ არ ყოფნის რა ქართულ კაცს, ამიტომ მიდის უფრო აი განვითარებულ ქვეყანაში და პაკისტანელს, რომელსაც $2 აქვს, იქა $2 დღეში, მთელი დღე რომ მუშაობს, $2, ხო? ძმაო ჩამოვა და $10-საც რომ იცი, $10 რომ იცი დღეში, მოტოციკლეტი კი არა, იმაში რა ქვია, ფეხით ივლის შემოირბებს თელ თბილისს რა. აი მე არ ვიცი ხა ეს ვის ეხება, როგორ ეხება, მაგრამ ვის ეხება და სახელმწიფოს ეხება. ანუ რომელ ინსტანციას, რომელს საუბრობას და ხელისუფლებას. საკმაოდ უკვე ყელშია რა და სანამ მართლა რაღაცა ხალხი მეტნაკლებად ლოიალურად არის განწყობილი რაღაცეების მიმართ, რა კეთილი ინებეთ და რაღაცა რეგულაციები დააწესეთ რა, რომ კი ვიღაცას უნდა ფული შადება, აწყობს ბიზნესში შემოვლის, მაგრამ კეთილი ინებოს და თავის ბიზნესში ჩართოს 60% ქართველები. მეტი უფრო. და მეტი. და მე ხო ის დანარჩენი 10% თუ რაღაცა შეუძლია თავისით ჩამოიყვანოს ვიღაცა ისიც იმიტომ რომ არაბი მიუხედავად არც მაგის მომხრე არავა რა. არაბი არ არის უკვე ისეთი საშიში, იმიტომ რომ ეს არაბი აქ მეორე პრობლემაც არის. არაბი არის მილიონერი, მილიარდელი უკვე ჩამოდის, კაზინოში თამაშობს, იმაშო ეს უკვე რა არის, იცი, ცივილიზაციას ეზიარა უკვე, ეს კი არა ჩვენზე მეტად ეზიარა უკვე ცივილიზაციას. ხო ხედავ რონალდოები და შმონალდოები და ნეიმარები და მილიონებს იხდიან და აი კონდიციონერები დგას მოედნებზე რომ ის არა გაგნილდეს, ხო? ეგ სხვა არის უკვე, ეს უკვე არ არის საშიში და ეს ეხლა ჩვენ ეს დამშეული ხალხი დამშეული ხალხი თან ეს ხალხი ახლა ხო ხედავთ სირიაშიც რა ხდება რა ამბებია რომელიც ძალიან ახლოს არის თანამ ტერორიზმთან იმასთან მიდრეკილია ხო წარმოიდგინე ჩამოვიდეს 1-200-300 კაცი და ერთ დღეს მიტინგზე ხო ხედავ აგე რა 200-500 კაცი რო გამოდის მიტინგზე ვერ აკავებს სპეცნაზი ესე მარტივად რა ერთი შენ წარმოიდგინე ესეთი რა ჭკუა გადაბრუნებულია ესეთი რადიკალური ისლამური ტიპები რო წამოიწიონ შეგონია ხარება მე მაგის გამჩერებელი ანისა რა ქვია და ამას ვამბობ ჩვენს რა ჩვენ გვინდა ესეთი კი ბიზნეს ამარტივებ ბიზნესის მუშაობის წესებს იმას კი ბატონო კაცო არ არის პრობლემა ეგრე არის ამერიკაში ჩადიხარ დებ ფულს კი ბატონო აწარმოებ ბიზნესი შენ ვალდებული ხარ რომ იქაური მოქალაქე, იქაური ამერიკელი დაასაქმო. შენ თუ ამას არ აკეთებ, ვერ გააკეთებ. მარტო იქ არ არის. ამერიკა ხო ესეთი დემოკრატიული ქვეყანაა. შენ ირანელი თუ ხარ, ამერიკაში ბიზნესი ვერ გააკეთებ. რამდენი ფულიც არ უნდა ჩაიტანო. ირანის მოქალაქე თუ ხარ, შენ თუ ირანის მოქალაქეობაზე უარს არ იტყვი. შენ თუ ამერიკული ცხოვრების წესით არ დაიწყებ ცხოვრებას, ხო? თავიც რომ მოიკლა, ხო ის არ გაკეთებ. გასაგებია, კაცო, მე რას ვიძახი უყურე? ჩვენთვის ყოველად მიუღებელია პაკისტანური ბიზნესი. შემოსული ყველა მეორე დღეს რო იმაზე სკუტერს აზიზდა და ეხლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში მიტანის სერვისებზე მაქვს გამახვილებული ყურადღება, მაგრამ ყველა სფეროშია, კაცო, ყველა სფეროშია. რაღაცა რეგულირება უნდა არსებობდეს რა. გახსენი კაფე თუ რაღაცა რუსი ხარ თუ უკრაინელი ხარ, რა მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რა კეთილი ინებე. მეც გეტყვი, მოწილე უნდა იყოს ქართველი რა. შენ ხარ ის რა ქვია, რუსულად მოსაუბრე და რაღაცა იქ უნდა დააკავო ვიღაცა ვინც ილაპარაკებს ქართულად. და ქართველი უნდა იყოს იქ. ეს არის გინდა თხოვნა, გინდა მოთხოვნა, გინდა რაც გინდა ის დაარქვით რა. ჩვენი გულის ტკივილიც არის ეს და იმიტომ რომ ასე ურეგულაციოდ, ასე უკონტროლებლად, ასე მიშვებული აი მართლა ნაურაზე მიშვებული არის ეს ვერ გავე
მაგრამ ქვეყანა გვაქვს თუ ისე პრახადნოი დვორი რა უკაცრავად ამ გამოთქმაზე რა ეს უკვე პრახადნოი დვორია რა პაკისტანები ისა ჯანდაბათულა პაკისტანში ჩასვლა იმის ოვიზო რეჟიმით არა პრახადნოი დვორი ხო პაკისტანში ჩასვლა ან ჩემნაირი კიდე ბარეორია ცხოვრებაში ყველა მიცის რომ ყველა მთავრობის ოპოზიციაში ვიდექი რა იმიტომ როგორც კი არ მომწონდა მაშინვე ვაკრიტიკებდი ხო და ეგ არის საკრიტიკებელზე აკრიტიკებდი პრახადნოი დვორი კიდე ჩანთ ხო კაცი ბაჩიაშვილი იმითი გაგეპარათ თო იმითი რა ქვია კამრით გაგეპარათ კაც რაღაც მე მგონი მილიარდზე მიდის საუბარი 2 მილიონი ნახევარი გირაო ქონდა მე მგონი შევატანილი და კამრით გაგეპარათ თო კამრით ეს მოეხა სახელმწიფოა და თქვენ წარმოიდგინეთ ვიღაცა სერიოზულმა ხალხმა რო დაგეგმოს აი ტერორისტებმა და მამაძაღლებმა და კოთვერნებმა რაღაცა როგორც თემა ეხა მე არ მგონია ეგ გაიპარა გააპარეს ქვია მაგას ნუ კაცმა მოდი დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი მაგრამ მოდი დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი თუ გააპარეს კიდე უარესი იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების შეურაცხყოფა დაცინვა და დაკნინება რა ხო აბა რა ეხა რომ ბიზნეს ფული მოპარა ტიპმა ძებნაშია გაიგე გაიპარა და გაიპარა რა 1000 ხო არა თუ გავიდა მე საქართველოს თუ გავიდა მე კი ვიყავ და იჭი მე მარტივი არ არის მის ჩამოყვანა თუ გავიდა გასაგებია ეხა მარტივი ჩამოყვანა ხო თუ მიიღო სახელმწიფო ნებისმიერ მარტივი არ იქნება ჩემთვის იმის ჩამოყვანა არა თუ მიცეს ისა რა ქვია ლაშა თავშესაფარი მე მორჩე მე ის სახელმწიფო იღებს თავშესაფარი კი არა როგორც ბაგაჟნიკით გადააპარეს ისე ბაგაჟნიკით შემოაპარებენ უკან გაჩნია კიდე რომელიც სახელმწიფო მისცემს თავშესაფარს თორე ეგრე წარმოიდგინე შენ რუსეთიდან გაქცეულ ხალხს აქ და ამერიკიდან გაქცეულ ხალხს აქ იმაში და იქ და როდესაც სახელმწიფო იღებს უკვე იმაზე პასუხისმგებლობას ხო თლათ ესე მარტივად ვეღარ გადაახტა მოდი ესე ვთქვათ მაშინ რა ეხა კაცი ბაგაჟნიკში ეგ ეხა ბიზნეს დავალიანებაში მყოფი ტიპი იყო და უშიშროება არ უთვალთვალებდა მაგას მაგრამ მაგ უშიშროებაშიც რა ხდება იცი ლაშა მანდაც არის ძალიან ბევრი როგორც არაკომპეტენტურობა აი იმაში რაზეც ვილაპარაკეთ თეატრში არაკომპეტენტური თემაა იქა იგივე არაკომპეტენტური თემაა მანდაც რა არაკომპეტენტურია და არაკომპეტენტურ კაცს ეპარება ეს თემა რა არაკომპეტენტური კაცს სამწუხაროდ მაგრამ მოდი ახლა ჩვენ გადავიდეთ იმაზე რა ქვია ხა რა ვიცი ჩვენ ბოლო ნაწილებზე გადავიდეთ საინტერესო თემაზე ხო და დავიწყოთ ახლა მოდი ჩვენ განხილვა იმისი რა ქვია პრესა არსებობს ყოფილა საქართველოში კიდევ უშვებენ გაზეთი თუმცა პრესა ესე იგი ეს გაზეთი როგორც ასავალი რა ფასია საინტერესო ნახელაშა ჯერ საინტერესობას 3 ლარი და 90 თეთრი მოდი დავიწყოთ ახლა ერთი პირველი ესე იგი ხალხის ასავალი ძალიან ხალხის ცოტა არ იყოს აი ეს მაპატიონ მაგრამ ეს დადებილებაა რა საზოგადოების რა ეს ცაგარელი რა ეს ასტროლოგია არავის ურჩევ მარტში სესხის აღებას დაბრუნებისას პრობლემები შეექმნება ანუ აპრილში თუ ავიღეს სესხი დაბრუნებისას არ შემექმნება პრობლემები მაგრამ ამას წერს გაზეთი აქვეყნებს ამას. ეხლა თან საინტერესო რა არის? კაცის სესხს როდის იღებს რა? დაჭირდა რაღაცაში უცებ ფული. ან წამალი უნდა ან ექიმი ჭირდება და ესე იგი მარტში რო გახდა ავად კაცი. დაელოდი აპრილს. ხო, ან სესხის რო აქ ქირა გადასახდელი ან რაღაცა, სესხი კი არ უნდა აიღოს. აპრილს უნდა დაელოდი. ხო, გაჩნდა მე შეიძლება მაისსაც. მაგრამ საქმე იმაში კი არ არის, ყურე ეხა ეს ამონარიდი არის და სათაურად გამოტანილი ამბავია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეხლა იმ ცაგარელსაც ვიცნობთ, ხო? ეხლა საკმაოდ განათლებული კაცია თავის სფეროში და საკმაოდ ერუდირებული და ძალიან დიდი პატივისცემას იმსახურებს შემთხვევაში, მაგრამ აი ეს რაღაცა ბანკი. ეხლა ნახე მეორე და კიდე აქეთ. მიხეილ ცაგარელის მარტის ასტროლოგიური პროგნოზი და აი ვინ, როგორ, რანაირად აქეთ იქ და ხა მე კიდე ერთხელ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისუფალი. და თავისუფალი ნება რა ადამიანს რა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ეხლა რა, ყველას აქვს უფლება თავისებურად იაზროვნოს. მაგრამ აი ეს გაზეთი, როგორც მე ვიცი, დღე და ღამე რომ მართლმადიდებლობაზე წერს და და ის ევროპა და ესეთი და ის და ამ დროს სუფთა ჯადოქრობის და მისნობის ის რო გაქვს, რა ქვია, პროპაგანდა გაშლილი, თორე ხა სად ასტროლოგია და სად მართლმადიდებლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მას აქვს თავიდან ბოლომდე უფლება ყველა ადამიანს
ამას მიაწვეს რა თავისი. აი, მოდი ჯერ ესე ვიკითხოთ რა. საოცრებაა რა. მართლმადიდებლობას აქ რომელი აწვება? აი, ესე რომ ნახავთ რა, ჩვენ მართლმადიდებლები. არა ის რო ეხა ესენი რაღაცა ბეჭდავი, ხო? აი ეს არის, ეს არნიშნავს ეს არის. ეხლა მეორე თემა, ეხლა კიდე საინტერესო იმას დავაწყდით იმას რა ქვია და მინდა აი მიხეილ ყაველაშვილზეა საუბარი თუ არ ვცდები. ხო, სხვათა შორის მთავრობის საკებრად მინდა ერთი ის თქვა, რომ აი გუშინ გამოაცხადეს, რომ ნარკომოვაჭრეების მიმართ ძალიან მკაცრდება კანონები. ხო, მაგ თემას მოდი გავქნათ, იცი, იმდენად საინტერესო თემაა ეს, რომ მოდი ეგ თემა გავშალოთ თავიდან ბოლომდე. მაგრამ მე მაინც მოდი მე ვთქვა მაგაზე, იმიტომ რომ მაგი უნდა გაიშალოს თავიდან ბოლომდე. უნდა გაიშალოს თავიდან ბოლომდე. ეხლა რა თქვა მიხეილ ყაველაშვილი, ნახეთ, არ შეიძლება მსოფლიოს ყველაზე დიდი ონლაინ ენციკლოპედიის ქართულ განყოფილებას კოლექტიური ლომჯარია, გიგაურები და ვაშაძე გვარამები განაგებდნენ. ეს ეთქობა ცოტა ადრე უთქვია და ეხლა გამოიტანეს ეს ნათქვა. ეხლა რა არის, მართლა ვეთანხმები. ხო არის რომ მაგალითად რახან ყაველაშვილია და რაღაც, იმიტომ კი არა. ვეთანხმები 100%. მაგრამ აი აქაც რო არის ორმაგი სტანდარტი, ხო? აი ახლა მე უბრალოდ შეკითხვას უსმევ რა, მიხეილ ყაველაშვილს. ამას რო ამბობ და მართალი რო ხარ, ხო? კაცო, სააკაშვილის მოსამართლე მურუსიძე, ჩინჩალაძე მაშინ რატომ უნდა ხელმძღვანელობდეს ქართულ სასამართლოს? ხო? იგივე ვანო მერაბიშვილის ხელქვეითობაში მყოფი ხარება რატომ უნდა იყოს სპეცნაზის ხელმძღვანელი? ძალოვან სტრუქტურებში და არა მარტო ძალოვან სტრუქტურებში რატომ უნდა იყოს ის ხალხი, ვინც თავიდან ბოლომდე მახალაიების და მეგის ქარდავების და იმის ისინი იყვნენ, აქვე ხელის ბიჭები, ხო? ხო, თურნავა რატომ უნდა იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თუ არ ვცდები. ხო, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ანუ ეს ხო არ იყო რაღაცა იქ იყო ეკონომიკის სამინისტროში და წერილებს იღებდა, ხო? ანუ აი ამაზეა საუბარი, რომ აი აქაც ამიტომ შემთხვევაში აი გაუგებრობა ხალხში, რომ მე მაგალითად შენ რომ მეუნები ამას გიგაურზე, ლომჯარიაზე, იმაზე, თუმცა ლომჯარიაზე აქვე გეტყვი, რომ ქართულმა ოცნებამ მაშინ თალაკვაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, სულ ტაშის ყრით ქართულმა ოცნებამ აირჩია, კაცო. ახსალომეს ურაბიშვილი მინდა მე და შენ დავიჭიეთ. ხო, ამაზეც არა. საქმე რაშია ყურე ეს აი ეს არის უბედურება, აი ამ უბედურებას აი გამოსავალის თემაში ვიძახი ახლა რა, უყურე ამ მოსამართლებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. 12 წლის განმავლობაში, უკვე 13 წლის განმავლობაში, 13 წელი იმხელა დროა სულ ახალ მოსამართლეებს შექმნიდი. როგდომოდა მართლა მოსამართლეები ხო იყვნენ კაცო. გასაგებია რომ იყვნენ, მაგრამ მართლა რომ მიშას დროს გაუშვეს, მართლა რომ მიშას დროს გაუშვეს, მართლა რომ ხალხმა თქვა ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. და ჩვენ რა სტრუქტურაში არ ყავდა. გასაგებია, მაგრამ ეგენი რომც არ ყოფილიყო, უკვე მე რას ვიზახი, 12 წელი იმხელა დროა. ხო? მოსამართლეებს გაზრდიდი ახალს. რა თქმა უნდა. არა, აი კიდე ერთხელ გამოდის იმ დღეს უყურე, ბურცხვად გამოდის ეს მათიკაშვილია, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე და ნაცები იძახის, ხო? ხო, ეხლა ეს რო თქვას მაგალითად იმ ადამიანმა, აი თუნდაც შენს რო ყავს ახლობლები ბევრი, ვინც დაზარალდა ნაცების დროს, ხო? მივიღებ მისგან რა. მაგრამ მამამისი ძმაო, იმითი ნაქვია, ამ ხელა ჭიქით მიშა სააკაშვილს რო ეუბნებოდა რომ მოვლენილი კაცი ხარ ციდანო და სადღეგრძელოს რო სვავდა და ხელებზე და ფეხებზე რო კოცნიდა, ხო? ეს არის ორმაგი სტანდარტი რა. ეს არის ორმაგი სტანდარტი და აქ არ აშენდება ესე ქვეყანა. ამას ვიძახი აჩიკო, უყურე 12 წელი არის იმხელა დრო. სულ ახალ სახეებს გაზრდიდი და დაანიშნავდი შენ რო გდომოდა რომ პატიოსანი და კეთილსინდისიერი სასამართლო იყოს. გადაიყვანდი მარტო იმას რა ქვია, საჯულთა იმას რა ქვია, ნაფიც რა ქვია. ჯერ მაგ ნაფიც საჯულებს ეცი რა ხდება? ხო. ქვეყანაში ეცი რა ხდება? შენ შეიძლება ხვალ ვიღაცამ დაგირეკოს. და გითხრას რომ ახალციხეში არის ესა რა ქვია, სასამართლო. ეგ ამერიკაში ციგრია. ხო. მე არ ვემხრობი. არ ემხრობი შენ, მაგრამ ეგ იქ არის ვალდებულება. ხო, აქაც ვალდებულება იცი? ორადორი რაღაც არ შეიძლება იქ რომ მოხდეს. უყურე ნაფიც საჯულებში, ეგეც რამდენიმე შტატში. აქაც ვალდებულება. ეგეც რამდენიმე შტატში.
მსახიობს არ აქვს უფლება იყოს მოწმედ, რამოდენიმე შტატია ეგეთი, რომ მსახიობს არ აქვს უფლება იყოს მოწმე. აი გვაქვს ცუდი ხო? იმიტომ რომ ის ყველაფერს ემოციურად რახან აღიქოს და რაღაცა დაინახა ამ კაცმა რომ კაცი მოკლეს ხო, მაგრამ იმან შეიძლება იმდენად ემოციურად რაღაცა წარმოაჩინოს, რომ პირიქით იქო ნაფის ფსაგრულებზეა დამოკიდებული. ხო, ამერიკას ის ყარა მეტრი ყველაფერს, მაგრამ მოგწოს უნდა მე რა ვთქვა, ვიცი, ყველა რომ ამერიკას უსწორდება და ის რო არის, ამათვის ხო ის არის მეტრი საზომი, გამიგე, თორე ხა რუსეთი შეიძლება რაში გვაწყობს, ან რაში გვინდა. ზოგადად, მაგრამ ზოგადად ვიძახი რა. გამიგე, იქ და არ აქვს მსახიობს უფლება იჯდეს ნაფის ფსაგრულებში, იმიტომ რომ ის ყველაფერს აღიქოს ემოციურად. ხო, ეგეც შესაძლოა. ამიტომ აქედან გამომდინარე ამას, იმიტომ მსახიობიც არის იმ სცენაზე მსახიობი რაღაც თორე მსახიობი და თან ახლა აქ კიდე მარტივ ბოლო თავი ბოლო საქართველოს არის 700-800 კილომეტრის მინდა რომ დაიწყო კახეთიდან ჩავიდა. იქიდან შეიძლება ნიუ-იორკში დაждდე თვითმფრინავში და გადაგაფრინონ ზიტყვაზე ვამბობ იმაში ლოს-ანჯელესში ახლა ამდენი კილომეტრი მაილია იქ 6000 რაღაცა მაილია მე მგონი. ხო, ის როგორც აქვს, შეთაშორის აქაც ეგრეა, თეთრობა იქიდან გადმოაკატავეს ეს ყველაფერი რა. ხო, იმას გიხდიან გზის ფული რაღაცებს. ნუ გასაგებია. და სამსახურსაც ეულებიან რომ ვალდებული ხარო გაუშვა. ხო, გაუშვა ეს. ბატონო. არა, ზოგს უნდა კიდეც, იცი, ეგეთიც ვიცი რომ უნდა. ერთმა კაცმა მითხრა საკურშია გაზენ თელი დღე ეს ხარი გულაო ფილმის ხარჯზე. ხო, გასაგებია, რაღაც ეგეთი ის რა ქვია. აი, ხომ კაცს საერთოდ არ აინტერესებდა იქ ახლა. არა, საქმე იმაშია. საქმე იმაშია, რომ დიდი დრო არის გასული. დიდი დროა გასული, რაც ესენი არიან მთავრობაში და მე თუ ვკითხავ ის აი რომ რასაც ახლა ესენი ოპოზიცია ედავება, რომ ეს ნაციონალი არ იყო, ის აი ამ ხალხის ჩამოსაფერთხად 12 და 13 წელი აბსოლუტურად საკმარისი იყო, რომ ისინი რაღაც დონეზე თავისი სტაჟით მართლა ვინც პატიოსანი იყო, უნდა დაეტოვათ, ვინც არა და უნდა თან რა არის, ყველა საინტერესო რა არის, იცი? შენ როდესაც არჩევნების წინ გამოდიხარ 2012-ში და იძახი, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, რეჟიმის გამправებლები და მე ვამბობ, რომ ამფერი წესიერი ხალხი, თურმე მეორე აღარ ყოფილა, ხო? ძალიან ის არის რა. ხო, აი, კითხვის ნიშნებია ბევრი. შენ რომ მოდიხარ და იძახი ორი გვამი ვანო მერაბიშვილზე და მართალი რო ხარ და მარტო მაგის გამო რომ უნდა იჯდეს კაცი ციხეში რომ მარტო მაგ სიტყვის გამო, ხო? და ამ დროს ხარება რო უდგას გვერდზე და ეხლა რომ მეუბნები რომ ხარება კაი ტიპია, რომელიც იღებდა ამ დავალებას ორი გვამისას, ხო? აი, არ კიდე ერთხელ მე კონკრეტულად პიროვნებების წინააღმდეგ კი არ გამოდივარ. თურნავა მაგალითად, რომელიც მიშას იძახდა რა წლები რა და შეგიძლია გამოდივარ მეორე მომენტიც არის აჩი რომ ეხა იმ პერიოდში როცა მიშა მოვიდა ხო მე რა ხო იმ პერიოდში მართლა ყველა მიშას იძახდა მიხდი არა ესენი მერეც იძახდნენ ბოლომდე იძახდა აი ეს ხალხია ბოლომდე იძახდა რომ 2008-ის მერეც რომ მიშას იძახდნენ და ბოლომდე მაგაშია თორე იმაში კი არა მიშა 2003-დან 2007 კი ბატონო კი 7 წლამდე ესენი მერეც იძახდნენ რაც აკეთა ხო რაღაცეები და ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მე ახლა ყველაფერზე მე კიდევ ვიძახი. კარგი მაშინდელზეც უნდა თქვა და ყველაზე. ამაცეც, იმაცეც, ბებიაჩემზე და ბაბუაჩემზეც. ეგრეა ნამდვილად. ცუდი უნდა თქვა ამაცეც, იმაცეც. მოდი ლაშა ჩვენ რა ვიცი, ფიქრობ აღარ გადავყავ. ეს მე მგონი საკმარისია, შემდეგი თემა შემდეგი გადაცემის თემა ერთ-ერთი ნარკომანია საკითხი. მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და დანარჩენსაც რა ვიცი კიდე აქეთ იქით შევხედო ჩემო ძალიან ბევრი საინტერესო ის არის ჩვენ მე და აჩიკო ლაპარაკობდით და ალბათ მართალია რა ცოტა ვცდილობთ ხოლმე რომ პოლიტიკა ცოტა გავცდეთ მაგრამ იმდენად ყველაფერი ჩაფლული არის პოლიტიკაში უკვე რომ გინდა არ გინდა მაინც ჩვენ პოლიტიკას ვცდებით რა თემით რომ ჩვენ ვაცხადებთ რომ ჩვენ კონკრეტულად არ გვინდა არანაირი სკამი არ გვინდა და დეპუტატობა არ ვართ რომელიმე პარტიის მხარდამჭერი აი ამით კი ნამდვილად თავისუფლები ვართ მაგრამ ეხლა ძირითადად ვინაშავებს ხო ქვეყანაში ან მინისტრის მოადგილე ან ვიღაც დეპუტატი ან იმ პარტიის წევრი ან ამ პარტიის წევრი მუშა და გლეხი კაცი პრაქტიკულად არაფერს არ აშავებს რა თუ რაღაცა ცუდი ხდება ამ პოლიტიკოსებიდან გამომდინარე და ახლა
თუ მაგაზე არ ვილაპარაკეთ, რაზე ვილაპარაკოთ? ხო, პეპლებზე ხარ ვილაპარაკეთ, ხო. საქმე ხო და აი ფინალურად პეპლებზე აგერ არიან. ესე ვიტყვი და ჩემ ცხოველების მოყვარულები, ბიოლოგები, ზოოლოგები, რა ვიცი, ყველა და იმათ მელაპარაკეთ. ჩემს კოლეგებსაც მიმართავ და ალბათ თავრობასაც მიმართავ, იმიტომ რომ ცოდოა ბავშვები არ უნდა ისხდნენ ციხეში რა. კი დააშავეს, კი რაღაცა გასაკიცხია, ის პიტარდა ისროლა ვიღაცა, მაგრამ ემოციური ფონი ისეთი იყო. ამაში ვინ არის დამნაშავე? ის გამოიძიეთ და ის დაიჭირეთ. ხო, აი პიტარდზე უცებ დავამატებ და აი რა ვიცი, რა მოვჩეთ, მე ვფიქრობ, მალე. აი პიტარდზე გეტყვით. აი პიტარდი ვინც ისროლა, ის კაცი ხო ყავთ დაჭერილი. სამართლიანი იქნებოდა მაშინ თქვენი აი იმ კაცის დაჭერა, ვინც პიტარდი ისროლა, იგივენაერად აი ჟურნალისტი რო გახეთქეს წელი, ისიც და თქვენ რო იცით ვინც ემა. ყველაზე მთავარი არის რომ იცით ვინც ემა. თქვენ პირველებმა იცით ეს რა. აი მეორე კაცი რო ეგდო უკვე ძირს, შო, აი და თავში რო ურტყავს თელეძა. აი ისიც რო ყავდეთ დაჭერილი და პიტარდის მსროლელიც ორივე, ხო? ჩვენ არ ვიცით. და მეც გეტყვი, ოღონდ მეც გეტყვი. თუ ყავს დაჭერილი, მაშინ ვითხრა რომ ხო, და ვითხრა საზოგადოებას. აი მე გეტყვი თქვენ რომ პიტარდის მსროლელიც უნდა იჯდეს ციხეში და ჟურნალისტი როცემა ისიც უნდა იჯდეს ციხეში, იმიტომ რომ ორივე ამორალურია. კი ბატონო. ორივე არის აბსოლუტურად ამორალური. როგორც პოლიციელზე სროლა და დაწვა, ასევე ადამიანზე წაქცეულ კაცს რო ურტყავ თელი ძალით. აი ესეც არა ადამიანურია. კი ბატონო. ორივე უნდა იჯდეს ციხეში. ისე გეტყვით ორივე, რატო იცით რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ერთიც დასჯადია და მეორეც დასჯადია რა. ხო და ხა იქ ზიანაღლებელმა რომ წაარტყა დააჯარიმე რა. ხო ნახე რომ არც მოუკლია, არც არაფერი და ასეთი რაღაცე დააჯარიმე, გააფრთხილე, რაღაც გააკეთე რა. ხო, აი ეს რაღაცა არის რა, რაღაცები, რაც შეიძლება აპატიოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ ადამიანს, მაგრამ რაც შეეხება თეატრებს, კიდე ვიძახი რა. ხალხო, სანამ რაღაცა დაჭირდება და ვიღაცის შველა დაჭირდება ვიღაცას, ხო? მანამდე უნდა წახვიდეთ და ხალხი გაიცნოთ რეგიონებში. მანამდე, იმიტომ რომ შენ თეატრი ხარ და შენ პირველ რიგში რეგიონებში უნდა იცოდე ხალხი რითი აზროვნებს, რა რითი უცემთ გული. თორე თბილისში ვაიმე, კაი. აი, აბა ხო, კიდევ ერთხელ მადლობა ძვირფასო მაყურებლებო, ვინც გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-იც გვაქვს ჩვენ და მოგძებნეთ TikTok-ზეც გამოგვიწერეთ და ცოტა ხანში Instagram-იც გვექნება და მე გადადით YouTube-ზე და უყურეთ, ეს იქნება ყველაზე დიდი თქვენი დახმარება ხარ დაჭერა. აი ერთი კეთილი ხალხი დამოდგა. ყოველგვარი იმისი, რა ქვია, ჩვენ არ გვინდა კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო, არანაირი ჩარიცხვა, არანაირი რაღაცა ფულადი დახმარება, ბავშვებს შეათ ამ ქვეყანაში, მოხუცებს წამალი არ აქვთ, თუ ფული გაქვთ რამე, დაეხმარეთ გაჭირვებული. კი ბატონო. ჩვენი დახმარება ვიყურეთ YouTube-ზე. დააჭირეთ კნოპკას და გამოგვიწერეთ და გაიხარეთ, აბა, კარგად კომენტარებში შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გითხრათ, რომ აი რა თემაზე ჩვენ ახლა რაც გვაწუხებს ჩვენ პირადად იქიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ და პლუს ცხელ-ცხელი თემები. მაგრამ თქვენ თუ რამე კონკრეტული გაინტერესებთ და კონკრეტულ თემაზე გინდათ რომ ვილაპარაკოთ ჩვენ. დაწერეთ, ყველაფერს გავითვალისწინოთ. კომენტარებში დაგვიწერეთ, რომ აი ეს თემა განიხილეთ, გაშალეთ რაღაცა და ჩვენ შევეცდებთ ყველანაირად, რომ მაქსიმალურად ჩვენი ობიექტური აზრი დავაფიქსიროთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და კარგად იყავით. აბა, მაგრად, ჩემო კარგებოდა საყვარელი.